გაუპარსავი რატო ხარ? მე ვარ გუშინდელი გაპარსული. იმიტომ მეზობელმა მითხრა ესე უფრო გიხდება. მეზობელი. დავიწყოთ. გამარჯობა აქ უნდა დავიწყოთ. გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კვლავ YouTube-ზეა, როგორ ახართ კაცებო? დიდი მადლობა ირაკლი. საკაიფოდ. შენ როგორ ახარ? რატო არის დათო დღეს გაუპარსავი? იმიტომ რომ მეზობელმა უთხრა ესე უფრო გიხდება. ესეთი პასუხი მეზობელ და ხმარობასაც ძალიან ვენდობი. აი ძალიან ვენდობი. აი რა შეენდობ? გავპარსვაში. აი ამ ერთ სფეროში იმ მეზობელს ვენდობი რა. რითი დაიმსახურა? იმით რომ რაც მე მაწყობს ის მითხრა. ამ შემთხვევაში. მარტო გაუპარსავია თქვენ გონია? ხო გონიათ რომ იმას ლოგო არ აწერია არსად იმ ბერანგს. ელენტასთან აწერია ლოგო. ძალიან ნებისმიერ თავმოყარე ბრენდს ხო აქ. ამათმა მაქსიმუმად დამალეს. ეს არის საბავშვო. რატო აგმართლა მას? ბიჭო არა. ეგეთ ადგილას არც მინახე. არც მე. შეიძლება ბრაკია. მანა მომწვარიება და ანუ უგმართ. კითხე რა ChatGPT-ს. აქ ლოგო რას მე ნიშნავს? რატო ვკითხო? შენი ChatGPT ხო გყავს? თვითონ პერანგიც ჯიპო. რაღაცაა. რანაირი და თავიდანვე აითვალწუნა ჯანელამ ეს. რომ მოვიდა დამიანონსა. შენ პერანგზე რაღაცებს ვიტყვი. გადაცემაში. აი ხანდახაროდი უსია რომ სოფელში მხოლოდ ერთმა ბავშვმა დაამთავრა სკოლა და ბოლო ზარზე ვერავინ რო არ აწერს ვერაფერს აი ეგეთი პერანგი. ბოლო ზარიდან მოსული. ნუ ეს ამოიჭერი. ის შეიძლება რაღაცა ეს უკვე გადა. ეს ამოჭერი და დაწვი. ამოჭერი და თვითონ ამას გაუგზავნე. მოусმინოს ერთი მაინტერესებს როგორ მოიწონე. და ხშირად უგზავნო. ხო, არა, ეს არის კარგი, მაგრამ ეგ ლოგოცაა კაი. ლოგო აი მაგრამ კარგი შემჩნევა. ნახე, აბა კიდე სხვაგან ხო არა კუთნაურ ადგილას. ბა აქ სადმე? იღლიაში არ გამიკვირდება. არა, უკან საკაიფო არის. უკუღმა ხო არ მაწვია. არ ვიცი. აი რაღაცა პერიოდი. რაღაცა ეწერებოდა ეხლა. უზდელობა ხო არ აწერია. ის არის რაღაცა ფეშენი. დავიწყებული ენების. ხო, ის არის ლათინურად აწერია. მკვდარ ენაზე აწერია რაღაცა. კი. აუ დღეს მოვედი მაგალითად ტაქსით რა. ჩვენ გვერდზეა. აი ზუსტად ჩვენი ოფისის გვერდზე არის ისა პრობაციის. ხო. ამბავი რა. და ტაქსში ჩავჯექი ცოტა ხანი ჩუმადარი ტაქსის და უცებ მეუბნება. პრობაცია. აუ რამდენი ყავს მიყვანილი. არა მე ვთხარი გვერდზე ოფისში მივდივარ მეთქი. პატარა პაუზა გააკეთა. ყველა მასე ამბობთ. მართლა? ნედაც გეფიცები, აი არ ვამატებ არაფერს. კიდე პატარა პაუზა იყო. რა მოხდა? ხა, მაინც აინტერესებს. ხო, მაინტერესებდა. ნუ მივხვდი რომ აზრი არა, აქ ამასთან კამაჩი შესვლას და მეთქი ტაქსისტი მოუკალი. წვრილმანი ხულიგნობა. ხო. პატარა პაუზა იყო. კიდე მიდის რა სანაპიროზე ვარ და მომიტრიალდა. კოლეგა. ჯიგარი რა გაუსწორე და ბედნიერი არის დღეს. მე როგორი ტაქსის მძღოლი შემოხდა იცი? მე ვთხარი არის საცობები ქალაქში. დავიტანჯებ რა ამ ქალაქში სიარული თუ რა. აი არის ცხოვრება ამ ქალაქში. სოფელში უნდა წავიდე. გადავედი ბეთანიაში საცხოვრებლად და დავისვენ. შევხედე მე ხო არ ვარ. მე ბეთანიაში ცხოვრობ ჩემ მეზობელს. ლოგოსად გონდა იმას. რა არის ტაქსის წინიდან ხო ვერ ხედავ. არ გამოურიცხავ რა აქ. მაგითი მიხდებოდი შენი რავი თუ. ბეთანიელებო მოდი ყველა მაგა ვიკეთოთ ლოგო. ვა რა მაგარია ბიჭო კი არ შემენიშნავს რომ აქ უნიკალურ ადგილზე. კი ძალიან მაგარი არის. კი. რა აქ ლოგოთ? ის გერბი? რაღაცა ხო. ხო, რაღაცა გერბი. ესა ლომებს დათვია დათვებს უჭირავს. თუ ლომია იმიტომ დავთ სამხელა გული. უჭირავს ჯურჭხელა, ბეთანიის ლოგო. ლომს უჭირავს მწვანე რტო. მწვანე რა შეიძლება იყოს? რისირტო. წიწმაკი.
ტარხუნა. ახუნა. ანუ რაღაც ჩაკაბულზე არის და კარგია, ძალიან კარგი არის. ეს გამომიჩინეთ რა. ლოგო. ხო. გადავიდეთ ახალ ამბებზე? თუ კიდე გაქვს რამე ახალი ამბავი, მთავარი ახალი ამბავი არისო დაგვიბრუნდა ელიტი. ოპა. და მარტო კი არ დაგვიბრუნდა. დაგვიბრუნდა ონორთან ერთად. ეხლა ნახეთ, ცაცია თუ ხარ, ხალხს გონია რომ ელიტია ჩვენი. მარჯვენა ხელი თუ სამ, უკვე ხდება რომ ონორი ჩვენთან არის, ონორი ქვია. და გვექნება ონორისგან საშუქრები, გათამაშებები და რაც მთავარია, მე რაც მიყვარს, განყუთვები, ანუ unboxing-ები. დავიწყოთ unboxing-ით. გაქვს რამე დაე. ანაბოქსი? დაე. თქმა უნდა. ჩემი მშვენიერი ასისტენტი ეხა მომაწვის. სულ გეკითხებია, ვინ არის ხმამაღლა რო იცილი. ეს არის ჩემი მშვენიერი ასისტენტი. ეს არის Honor 400 Pro. ოპა, და რა არის? ტელეფონი ბიჭო. ხო, ვიკითხე რა. ზარი ხო არ არის. ტელეფონი, ნახე როგორ იხსნება. ოპა, ერთი გავწიო? აუ, ხა რო დაეტეხა. აი ესეთი ტელეფონია, ნახე რა საკაიფოა. აუ, ძალიან საკაიფოა ბიჭო. რა მახასიათებლებს გეტყვით უცებ რა. მიდი უცებ ხარი რა. სილიკონ კარბონის აკუმულატორი. ხო. პატარაა და იგივე, აი, რამდენი მილიამპერიანი? იაპონური 20 ლიტრიანები რო იყო, ხო ეს პატარა. ხო. პატარა. ოკეი, ამხელა 20 ლიტრი რო კონდა. აი, ამ ხელა, ნახე რა თხელი ყო 6000 მილიამპერ საათიანი აკუმულატორია, 2 დღეს ძლებს. თქვათ ინტენსიურად ხმარობ, 100 ვატიანი დამტენი აქვს 39 წუთში ტენის რამდენში? თავიდან ბოლომდე 39-ში. 40-ში რო დატოვო არ არის რეკომენდირებული. 40 უკვე ესეთი ჩქარი ახალ არის. 39 არის ჩქარი. ნუ შეიძლება 40-შიც, თქვათ შიგადაში თუ შენც აწუხებ ამ დატენისთვის ამ ტელეფონს. აბზორს თუ უყურე. აბზორს თუ უყურე. აქვს Snapdragon 8 მესამე გენერაცია თაობის პროცესორი. ეს არის ფლაგმანური პროცესორი, იშვიათად ნახავ საშუალო ბიუჯეტიან ტელეფონში, მაგრამ აქ ნახავ. ესე კი არ ჩანს ზემოდან, მაგრამ რო გაჩიჩქნო, ნახავ შიგნი არის ეს. კამერები აქვს ძალიან მაგარი და რაც თავარია ინტეგრირებულია Google-ის Gemini-სთან. ანუ გადაიღებ დასერჩავ. გადაუღე გიწეს ჯაფარა. გაწიე ხელი. მე დამწერს თუ არა უნდა, ხო? ხო, არა, ინტერნეტი უნდა ქონდეს ჩართული. ფოტოს ვიღებ. ხო, ფოტოს კიდე რა აქვს? ხელოვნური ინტელექტი შეუძლია ფოტოდან ვიღაცები წაშალოს და ფონი ისე აღადგინოს, თითქოს არავინ იქ არ ყოფილა. თქვათ 4 ხმა რო გადავიღოთ სურათი, ნებისმიერი 3 შეუძლია დატოვოს და მე-4-ის მაგალითად ფონი გააკეთოს. ლოგო რო აწიოს შეუძლია პერანგზე. ლოგო. გადამიღე. ან გააკ. გადამიღე და ლოგოს გაქრობა მიეც. ჯერ აწევა Beauty mode აქვს. რა აქვს? Beauty mode. ნუ beauty mode ახლა მე არ მჭირდება რა. ვიღაცა გამოიყენებს. მარტო ლოგო რო დავტოვოთ და ლაბადზე წავშალოთ. შეიძლება. ან ან ლოგო რო იჯდეს და მე რო ვიყო ახლა ესეთი პაცაცკუნტელი. აჰა, გადაგიღე ნახე საკაიფოთ. მოიცა გეიმებზე. აჰა. მაგრამ გძინავს ამ ფოტოში. მძინავს კი დარდიმანდივით აი, რა. აქ ისა ხარ. აქ ლომი. ხო, საკაბაბის ხსნი. კი, მალე. აქ არიცი რა უნდა ქნა. რამდენი გადამიღე შედაროთ? 3. კარგია. აჰა, ძმა. გეყოფათ ეს ისა განყუთვა. მოიცა ამას ეხლა ვიმერჩუქნით, მემჩუქნით. არა, ეს არის, ნახე, აბზორებს რო დამცინით, ეს არის მინი აბზორი. გახსნა, მოგიყვა, ჩადო, გაუშვა. მოდი ისე მშვენიერი ასისტენტს მიაქვს? მშვენიერი ასისტენტს მე გადასცემს თანამდებობის პირს, ვინც ეგ მოიტანა. ერთადერთი რაც ვთქვი, 6.7 დიუმიანი AMOLED მონიტორი აქვს 120 Hz-ის სიხშირით. AMOLED-ი რა? AMOLED არის ამულეტი გიცავს თვალი რო არ გიცი. ეს ოფიციალური აი ექსპერტებთან რო გაქვს საქმე რა. LED-ი ხო იცი რაც არის? AMOLED-ი არის ამოღებული. ლედი არის AMOLED-ი ამოვლებული. ზემოთ. ლედი კობულეტი.
აკარგია ტექნიკაში. რითმებში რა ჩაუსვა. ის დატოვე და ეს დაცვი. არა ეს კაი ლედი ამულეტი მომეწა. დავიწყოთ? მიდი. ახალი ამბები. აბა რა უნდა ქნა. ზოგი არც ისე ახალია, მაგრამ რაც ამ პერიოდში მოხდა რა, გერმანიის კანცლერმა ამერიკის პრეზიდენტს აჩუქა ოქროს ჩარჩოში ჩასმული მისი წინაპრის დაბადების მოწმობის ასლი. ფრიდრიხ ტრამპის ბაბუამისის. აჰა. ტრამპის ბაბუა იყო გერმანელი, ბატონი ფრიდრიხი. ხო. ამან დაბადების მოწმობა ამოქექა. ხო. ხო მოვიდა ეხლა ეს ხელისუფლებაში დაიწყო ქექვა. ეს რა არის ტრამპის ბაბუის და წაუღებო. უღოდა ეს კარგი იქნებაო ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის დასაწყებათო. დასაწყებად ანუ ახალი პრეზიდენტი და ახალი კანცლერი. სად არის დაბადებული ტრამპის ბაბუა? ბერლინში. რა სოფლელები არის? დაგიხარდებოდა. ბერლინელი. არა, მაგრამ რავი, რაც ვიცი თუ გინდა იმეებს ჩამოუთვლი და. რატო მარტო ბაბუის? იმის მამის? ბებიის? ვისი მამის? ბაბუის მამის. ბიჭო, კიდე ხო უნდა ჩამოვიდეს და ხელსარიელი ხო არ ჩამოვა. იმაზე წინაპარ ბოლო შეიძლება რაღაცა ისა გარდაცვალების მოწმობა არ ჩამოიტანა? არა. არა, გარდაცვალების მოწმობას ვერ ჩამოიტანდა მე მგონი, იმიტომ რომ ტრამპის ბაბუა წავიდა ამერიკაში გადასახლდა, იმიტომ რომ ტრამპის მამა დაიბადა ამერიკაში. ნიუ-იორკში. ანუ ალბათ მამამისიც უკვე მაგ დროს იქ იყო გადასული. ხო. ეს ვარაუდია ჩემი. მაგრამ ძალიან კარგი ის არის და არა, ვარაუდებში და თუ მაგარი არის. მე ვარაუდებზე დავდიოდი. ვარაუდებზე და იმაზე, ჯოგბურთზე. და ჯდომაზე. ჯდომაზე ხო. კი. და გაიხარდა ტრამპს. ძალიან. ტრამპი ხო არის იმჩნევს ხოლმე, მაგრამ ეს ძალიან გაუხარდა. ოქროში რატო ჩასვეს? ჩვეულებრივ ჩარჩოში რო ჩაესვათ არ გაუხარდება. მოიცა ოქროშია ჩასმული? ოქროს ჩარჩოში. ოქროს ჩარტო. უფრო მოოქროვილში ალბათ რა. ხო. მოდი ნუ გამოვეკიდეთ. ოქროს თერში. არა. შეიძლება ესე ძალიანაც არ უყვარდა ბაბუა. და მოქროთი გააკეთილშობილა საჩუქარი. ამითი იმის დაიზღვიეს თავი რა, რომ თუ ეს არ მოეწონება ოქროს ჩარჩო ნახდათ. ხო, ამაში ომელი ჩასვავს იმ. ეხლა რო აღმოჩნდეს, ხო არ ვიცით, რომ ამ ტრამპს ეს ბაბუა ძალიან არ უყვარდა, სუცემდა ის და მოიცულა საერთოდ. გერმანია. მერცი მოიცულა საშინლად ამის გამო. მაგრამ მე რო ოქროს ჩარჩოში ხედავს და აღარ მოიცულა. მაგით ჩასო. ხო, და აი ოქრო აი დაზღვევა არის რა. თორე შეიძლება ძალიან უხეში ბაბუა იყო. უჟმური არ იფერებოდა. ხო არის, ხო, ზოგიერთი ბაბუა მკაცრია რა და სუცემდა, შენგან კაცი არ გამოვა ეუბნებოდა. ხო, დონალდს. ჯერა სახელი გქვიაო. კვატი ხო არა ხარო, დონალდი რატო დაგარქვეს. სულ ჩაგრავდა. და ამ დროს თვითონ დაარქვა. შემდეგი ახალი ამბავი არის ისლანდიის 8 წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ გუდნი, ესე ქვია, იოჰანესონი ეროვნული პარკში მუშაობს გიდად, მის მოვალეობებში შედის ტურების მოწყობა, მიმღებში მუშაობა და პარკის საპირფარეშოს დალაგება. ყოფილი პრეზიდენტი? და წინაურსა. ისლანდიის. და დავისვენეო იძახის. აი ტუალეტს რო ალაგებ და იძახ და დავისვენეო. ბიჭო რა კაი ქვეყანაა. ხო. ჩვენი ერთი პრეზიდენტი ხო ეგეთ დღეშია. ხო, ჩვენი პრინციპი ტუალეტს ალაგებს ახლა. არა, ნუ გიდი ხო არის. ისა აქ რაღაც ტურისტული ის. ანუ ისლანდია ვართ ფაქტიურად. არა, ბიჭო ესენი ჯიგრები არიან. და ეხლა რა მაინტერესებს? ეს ეხლა აქ იმუშავებს გიდად და შემდეგ არჩევნებზე კიდე წამოაყენებს თავის კანდიდატურას თუ იპოვა თავისი ადგილი. შეიძლება წამოაყენოს. ცოტანიანი, შეიძლება უწევს როტაცია. შეიძლება აი გიდი რო არის, თან კერავს რა, რომ 4 წელიწადში რო მამამისაც. შეიძლება მათ არჩევნების კი არ არის, ატუზებენ და ვისაც ისმეთის 36 კაცი არიან სულ ქვეყანაში. 36 სურველი. და თუზე ყო ვისაც მოსდის მიდის პრეზიდენტი. და აუ ეს არის რა ვისაც მოგვაქვს. რა ბედნიერია ნახე. ჯიგარია ბიჭო რა გინდა. გადასარევი ქვეყანაა. სპორტული დადიოდა პიჯაკით, ეხლა დადის სპორტული. და დაცვა არ ყავს. რა თქმა უნდა. ბიჭო, ბევრ ქვეყანაში პრეზიდენტს მთელი სიცოცხლე ეკუთვნის დაცვა. კი, მაგრამ რა ვისგან უნდა დაიცვა? ვისაც ცუდი გაუკეთა სანამ პრეზიდენტი. ხო და არ გაუკეთა.
მაშინ კარგი ადგილი უპოვია. გიდობა არის მაგის საქმე. პრეზიდენტი რა ხარ ვიღაცას ცუდი უნდა გაუკეთო ალბათ. რა კარგი წარმოდგენაა. არა, აბი ყველა კარგი ხო არ არის, ცუდი ვინც არის, იმას ცუდი უნდა ეს გაუკეთო. კარგი იყო. მართალსა კარგიც რო გაუკეთო ვიღაცას ვიღაცისთვის ცუდია ის. ხო, აბარა. ტერი გეხოლება მაინც. ხო, მაგრამ ეგრე შეიძლება გიდობის დროსაც ყავდეს მტერი. კი. ყველა გიც დაცვა უნდა დაყვებოდეს. არა, გიც ხა იმ ხელაპასუხისმგებლობა არა გაქვს. ათაშორის მეთანხმები. რა შეეთანხმება. გიდი ხა ეს კაცი გიდათ არის დამუშავებელი და ისეთები აქვს ვინ არის დამუშავებელი გიდათ? გიგა? ხო. მინდმე წარმე გიური. კაი, მოდი გადავიდეთ შემდეგ ახალ ამბავზე. გასულ კვირას ქართველი ქალი რო დანიშნეს ეგ არა გვაქვს. არა გვაქვს და მოდი განვიხილოთ. ისლანდიის პრეზიდენტი რა ჯანდაბად ხვინა აგე. რა გინდა ბიჭო შენ მე რა რაჭველი ქალი დანიშნეს დაზვერვის. აუ რას მოგვაწოდა რაჭველი ხალი. რა გვარია? ბუხართან უნდა ეს. არა, რა გვარია? მეტრეველი. ხო და უნდა გეთქვა მეტრეველის ხალი. მეტრეველის ხალი დაუნიშნავს საშა მეტრეველის. არა, მეტრეველის ხალი ესეთი უთხური კარგი გამო. აუყვანიათ დაუნიშნავთ ზუსტად ესეთი სათაურით წავიკითხე რაჭველი ხალი ბლეიზ მეტრეველი დანიშნეს ბრიტანეთის დაზვერვის. რა ქვია ბლეიზ. ბლეიზ დიდი ბების სახელია. მეგონა ბლეიდ რანერის ვინაით ბლეიზ მაისურაძე იყო ბები ამისი. ეხლა მაგის ბების თუ ბაბუის დაბადების მოწმა უნდა ნახოთ და ჩავაკითხოთ. ოქროს ჩარჩო არ ხო ვიცი. მიექვსის უფროსად დაინიშნა პირველი ქალია საერთოდ ვინც დანიშნულა საერთოდ მაგ თანამდებობა. არა ბიჭო იმაში ხო არის ჯეიმს ბონდში. ჯეიმს ბონდში იყო პირველი და სინამდვილეში წყარო მოატრია. რა ვიცი შენ წინ წყარო მოატრია მეტრეველის ქალი დაუფიქრე. მე მიექვსი ვიცი ჯეიმს ბონდიდან. ანუ ეხა ჯეიმს ბონდის უფროსი ქართველია? კი. რამე რო დამჭირდეს. ნომერი ჩაგაწერინო. გავიგებ მე თვითონ. იმას კენი რა რამე ნომერი შენ წაიღე. 007 ხა დაკავებულია. 014. ან 995-ია. ხშირო რაღაცა ნომერი ხო, მქონდა. აგენტი რო იყო რა. ჩემი პირადით გამიშვა 01 02 44 რაღაცეებით. კი ბატონო. მიდი. მან შეება რიცხვები არც არის ახლა. აბასო შენ აიღე 5XL. 5XL-ის აღოჩქა. 5XL-ი ოღონ აი აქ რო კონდეს. აგენტი 5XL უკვე გასაგებია რასთანაც მასა. რა არ უნდა გეშინოდეს. უნდა იცოდე რომ გაექცევი. აგენტი წევერა მაგრამ აბა კარგად ის მაგრამ თუ დაგეცა მაგაგენტის პლუსი ეგ არის. სპეციფიკაში, აი, გაგნებაში არა ხარ. 5XL რო დაარქვა აგენტს, იმას ხო უცებ ამოიცნობს მტერი. ეხა აქ რო შემოვიდეს მტერი, რომელია 5XL ხო უცებ იტყვის. ისევე შენ გესმის. არ არის სწორი. აი, XS-ი პირიქით რო დააბრი. რო დაუბრეთ, რა მტერი რო დავაბნიო. XS-ი კაც. მაგრამ ერთი საკაკო სულ პატარები გაცვია რა. ზოგადად. აი XS. სუმინჭერს. ხო. XS-ის ქვემოთ ხომ იდის. როგორც 5XL-ია, ისეა. XS-ის ქვემოთ კი არა. XS-ის ქვემოთ კი არა, 2XL-ის ქვემოთ რა ხდება? ნამყოფი არა. ანუ ხო ციფრებით იყოს ომები. ეს X-ები და L-ები რო შემოვიდა, მე უკვე 2XL-ში დავხვდი. შენ ელი იცი რა მაგარია. არ ვარ ნამყოფი L-ში. კარგი ხარ დათო. შემდეგი ახალი ამბავი არის გერმანიიდან. გასულ კვირას გერმანიის ერთ-ერთ პატარა ზოოპარკიდან პოლარულმა მელიამ გაქცევა სცადა. კალიიდან გაიპარა, გაიქცა, თუმცა მალევე დაიღალა და შესვენებათვის დაწვა და დაეძინა. და დაიჭირეს. ეს მელია? პოლარული მელია. დაიჭირეს რა, ამას ქვია მიაგნეს. ძინარე როგორ უნდა დაიჭირეს? მიაგნეს, გადააწმინეს. თავის დაცხა, ეტყობა დაცხა და. ბიჭო რა საყვარელია. ასფალტზე დაიძინა. ხო, რა რას ხო, სადაც დაიღალა იქ. მიხვდა რომ დებილობაში გაიქცა. სადაც გრილი რაღაცა ნახა დაწვა და დაიძინა. და პატარა ზოოპარკი რაც ქვია.
შეიძლება ხო არის დიდი ზომა, ბერლინი ხო დიდი ზოოპარკი. უფრო პატარა ზოოპარკი. აუხსელი რა. XL, 5XL ხო არის დიდი. და არის M-ი პატარა. არა, პატარა ზოოპარკი არის, პატარა ცხოველები. რო გაიზნებიან, გადაყავთ ის ზოოპარკი. აი ფრესკულივით არის რა. ამსადებენ ზოოპარკში გადასაყვანად პატარა ბათუმში რო არის, ის არის პატარა ზოოპარკი, ხო? ალბათ. ბათუმში არის ზოოპარკი. კი. კი. პატარა. ცოდნია რა არის პატარა. ხო და გაინტერესებდა რომ მანდედანაც ხوار შეიძლება. შეიძლება. მანდედანაც ხوار შეიძლება რომ ვინმე გაიქცეს. ფარშევანგი თუ რაღაც, თოფოფი თუ რაღაც. ფარშევანგი. ფარშევანგი. ესე რო შლის ხო კულტს. კულტურას გარშემო. ეგ არის ფარშევანგი. ოფოფი არის ეს. კულტურას გასწვრივ. ორივეს თუ შვება. და კოდალა არის რო აკაკუნებს. ეს სამი ისწავლე დღეს. და შოშიას და იმას. რიტს მოგასწავლით. ოფოფი ყავს ამხი. ერთ-ერთ ჩაწერაზე რომ ვიყავით მუხრანის ველზე, იქ შემხვდა გზაზე. ოფოფი მოდიოდა მოფრიზა გზაზე გადადიოდა. ავტოსტოპით იდგა და არ წამოიღო. გადადიოდა. ფეხით იყო? გრუნტის გზაზე, იქ კი არა, ავტობანზე კი არა, შეუხვეცა. ყველაზე ეგზოტიკური რა ფრინველიან ცხოველი ყავს ნანახი. აი ესეთი რა. ცხოვრებაში თუ ზოოპარკში? ცხოვრებაში. დელფი. მართლა? ეს ზღვაში ყავს ნანახი კი. დილით ადრე გავიხედე პლაჟზე. კობულეთში და რაღაც სინქრონულად ორი დელფინი მოძრაობა. ხშირად არის ხო? ერთად რატომ მოძრაობა? ეგენი არიან თოლქმარია. პადელინი. ან ძმაკაცები იყვნენ და ერთად ცოლქმარები. შემდეგი ახალი ამბავი არის გრემის მფლობელმა პროდიუსერმა Timbaland-მა დაარსა ახალი კომპანია სახელად Stage Zero და წარადგინა მისი პირველი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ახალი აი ესა არტისტი ტატა. ესე ქვია. ალბათ ეს არის. ხო. რომელიც გაწვრთნილია, ეს გაწვრთნილია წეს არ ვიცი რანაირი სიტყვა, მაგრამ ეთქობა აქ ესე იხმარება ახალ ჟანრში სახელად E-pop. A-pop. ხელოვნური pop. ეგვიპტური pop. არა, A არის artificial. იდეა ალბათ არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტი ხო ხშირად განვითარდა ჩვენს გვიცდია და დაგვიწერია სიმღერა და მაგაზე რო შექმნა ვინმე ვარსკვლავი და ის რო გახადა პოპულარული და ამას ცალკე მიმართულება მისცა დაასწრო ყველას. ანუ ეს შექმნა მომღერალი ფაქტიურად. აღერალი თავის სიმღერით, ხო? ხო. და რაღაც ან ისევ ხელოვნურ ინტელექტს დააწერებს რაღაც სიმღერებს ან კოლაბორაციაში იქნება ჩვეულებრივ. რაღაც ავტორი ტექსტს დაწერს ის მუსიკას ხო. რაღაც მთელი სფერო იხსნება. კლიპები იქნება, ახალი ისინი გამოვა და მე ხალხი ვიღაცა ხომ მოეწონებათ. აშე ტატა შეიძლება არ აიტაცონ, მაგრამ გაგას აიტაცებენ, და გაგა არ აიტაცო რა, წაშლის ცას აიტაცებენ. წაშლის აღავს გააკეთებს. არა, წაშლის რა იყოს. ხო, იყოს. დაასეივებს. ღრუბელში ათვირთოს და დააცი. აი მაგ დრაივზე ეკნება. ხო. ვა. ამათი ეს კავშირები არ შეიქმნება, მაგრამ რაღაცა ხო ექნება თამათ. ნეტა ესე. ამათი არა, მაგრამ ბევრი რო ვიღაცები ხო შექმნიან, მე იმათი იქნება უკვე რა. იმიტომ რომ მე რაღაც ის ხო გადაკვეთა იქნება შენი სიმღერა ჩემსას გავს და იქიდან ხო არა იღო და ხო, ტატასგან ხوار მოიგო. დრო ხო არ არის, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადვოკატი გავაკეთებიოთ და ამათ მიუჭინოთ. იმიტომ რომ ამას ახლა ადვოკატი თუ დაჭირდა, ხო ჯობია ხელოვნური ინტელექტი შექმნილი ადვოკატი იყოს. ხო. და შეგით იჩალიჩონ რა. ხო რა. ატვირთავ და მოილაპარაკებ. გააჩნია სასამართლო. ჩვენთან თუ არის განხილვა, ჯობია დაიქირავო ადვოკატი. ვინც იცის აკაური სპეციფიკა. ხო, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტსაც მიუშვებ და ისწავლის აკაურის სპეციფიკას რა უნდა. სადაც ქართული ენა ისწავლა, ეხა ჩემი მშინები. მითხე მას ChatGPT-ს რომ ზაჰესის ხიდთან რო ჩავიდე, რა ჯოხით ვითევზეო და რა სატყუარა გამოვიგანხო და მიმასუხა.
კი, შენ გონია ნამყოფია ზახესის ხიძე, ChatGPT. ჩავხვედი და ითებზავე და დაიჭირე. ჩავედი, მაგრამ ისეთი ქარი იყო, რომ ვერ მქერზავე. მაგით უნდა დაეწყო დღეს შვილო ქარია. მითხრა სხვათა შორის. მარტო გითხრა? რას წახვედი? დღეს ქარია. ხო, ქარი არის. მაგრამ მაინც არ დაუჭერე. ChatGPT-ის წინ მოხბენალი გვიცი. შემდეგი ახალი ამბავი არის წინა გადაცემაში გქონდა სტატია ვისკაჩაზე გახსოვთ? კი, ყველაზე მოწყენილი ცხოველი. ხო, და არის საპირისპირო რა, ყველაზე ბედნიერი ცხოველი. პატარა ჩანთოსანია სახელად კუოკა, რომელიც დასავლეთ ავსტრალიის მკვიდრია, ცნობილია როგორც ყველაზე ბედნიერი ცხოველი დედამიწაზე, მისი ბუნებრივ ღიმილის გამო რა, ესეთი სახეა. ნახე რა, ის ნახე რა მოწყენილა არის და ეს აუ ბიჭო ძალიან მინდა. ეს ძალიან ბედნიერა. ესენი რო დავამეგობროთ ერთმანეთს. რა მოხდება? ხო. ვერ გაართობს ის ამას. ამის ვერ მოაწყენებს იმას. დუეტი უნდა ჩააწერი რაღაც იმ. დუეტი არა ტრიო იმ ხელოვნური ინტელექტით აგენერებულ კალთან ერთად პატასთან. იმას არ გავს და შენ გიმახსოვრი ოლიმპიური დათვირო. მოსკოვის ოლიმპიადა. ხო, რაღაცით გავს. ფერით. ფერით. მაგრამ ცალყურა ცხოველია? არა, ის არის ფოტო არის ისეთი გადაღებული, რომ მეორე ყური არ ჩანს. ჯემინით წაშალე. ხო, აი ზურგიც არ ჩანს, მაგრამ ზურგი აქვს. არ ფეხები არ ჩანს, მაგრამ ეგენიცაა, ქვედა ფეხები. აი ამასაც ლოგო ხო არ ჩანს, მაგრამ ამასთან კაკრას ჩანს ბიჭო რას. ჩანს ხანდახან მაგი და გეფარი. მე მითხარი ჭიქა ეფარება. მითხარი რომ მომეფარება. ბიჭო ძალიან საყვარელი ცხოველია. რომას უფრო იყოლიებდი? იმას ხიარულს კაცო. ხიარულს. ხო, მაგრამ ის ეს მოწყენს. გამოაჩა. დაკრძალვის დღეებში. გასვენებაზე რომ მიდიხარ, ეს სახში მოგიწევს დატოვო, გადარევს იქ ხალხს რა. მაგრამ შიგნიდან რა ხდება? შეიძლება იმას პირიქით უფრო მოწყენილი სული აქვს და იმას უფრო ბედნიერი. ხო, ის შეიძლება სწოროში რომ შედის, ტირის. რაღაცინად შეუბეთ. სასაცილოდ გახსნა. გამოდის და აქ თავს რა კრა. როგორ ჩვენ რა. მილიონი პრობლემას ეს. აი 1000 ჯანოა და აი აქ კიდე ცხოველების თეატრის იმაზე უნდა იყოს. ლოგო ხო არის რაღაცა ორი ნიღაბი რო არის ერთი რო იცინის და მეორე იღების. არა, მეორე მოწყენილი. ხო, მოწყენილი და იღების. ვისკაჩა და კუოკა. აი ესეთი ახალი ამბები ქონდა დღეს. კარგი ბიჭი ხარ. ის არ უნდა გეთქვათ. რა? 5-ში და 6-ში. უი, დათო სანამ სტუმრის ნაწილზე გადავალ, დათოს აქვს სერიოზული განცხადება გასაკეთებელი. მე ხა ვიტყვი ამ სერიოზულ განცხადებას, მაგრამ არ დააკმაყოფილებს ეს ვიღაცას და თავიდან ვიტყვის, ამიტომ მე მაინც ვიტყვი. როგორც იქნა, რა დაბალი თვით შეფასება. როგორც იქნა, დაუბრუნდით ჩვენ საყვარელ საქმეს და 5 და 6 ივლისს გვექნება ლაივები თქვენთვის ჩვეულ ადგილზე. ოღონ დაიწყება უფრო ადრე, შაბათს და კვირას, დაიწყება 6 საათზე, 6-ის ნახევარზე გაიხსნება კარი 5-ზე. 5-ზე გაიხსნება კარი და სანამ ჩვენ დავიწყებთ, მანამდე ნიკოლასთან გაერთობით. სოსისები, ჰოთ-დოგები, მთელი ამბები. გაერთობით, რატომ გავერთობით? მე დიეტაზე ვარ. კი. ხო, მაგრამ ნახოთ. ანუ ჩემთვის ეგ გართობა არ არის, ჩემთვის ეგ შრომაა. დედა. ხო, მოკლედ 5-ში და 6-ში გვაქვს ლაივები. 5 საათზე მოხვალ, ჯერ ნიკორა, მერე ლაივი, ბილეთები სად ვიყიდოთ? ჩვეულებრივად დაკოტოზე. როდის დაიწყება გაყიდვა? შაბათს. წინათ გავყიდეთ 5 შაბათს, გადაცემა რო დამთავრდა მაშინ და ზოგი უკმაყოფილო იყო, რომ ის თავს ვერ უყურეო და შევედი უკვე გაყიდული დამხვდა ბილეთებიო. ამიტომ გაიყიდება შაბათს. რომელი საათი? შაბათს 2 საათზე გაიხსნება სალარა. შაბათს 14 საათსა და 0 წუთზე გაიხსნება სალარა. და შეგიძლიათ შეიძინოთ 5 და 6-ის ბილეთი. კაი, ეხლა ბალანსი. არა, თუ ამბობ, რომ გაიხსნება 14-ზე, PM-ი აღარ ჭირდება. 2 PM-ი, დიახ, 2 PM. ეხლა ბალამუძე გადაგება. სულ ახალი პროგრამა იქნება? ძირითადად იქნება ახალი პროგრამა, ძირითადად. ძველი რა იქნება? ძველი იქნება წამყვანი.
და პერანგი. 4 ცალი. ძირითადად ახალი პროგრამა, ახალი უნდა იყოს ძალიანად და ძირითადად. 20 მაინც ახალია, მაგრამ ეხა სტრუქტურულადაც რაღაცა შევცვალოთ, თუ ესე გადავწყვეტეთ და რაღაცები სულ ახალი იქნება. ვინმე გადაწყვეტეთ. თქვენ გადაწყვეტეთ. მე ლოგოს ვიკერებდი და არ მეწ. ამ ლოგოს ამ საროჭკით იქნები? მოდი აფიშაზე ეს. თუ მაყურებელი აცნაირი. თუ ეს ვიდეო დააგროვებს, ცნობილი იუთუბერები ესა, თუ ეს ვიდეო დააგროვებს 10,000 ლაიქზე მეც, მაშინ ვიქნები ამ საროჭკით. ამ საროჭკითი, ესე ამ საროჭკაზე უხდება. ამ საროჭკითი, ეცა ესე, ნახე. გამათხოვებული ვახარ. ამ საროჭკით ვიქნები 5-ში და თუ 12,000-6-შიც. ეს ამ საროჭკითი. ამ საროჭკით. აი ამაზე დებილობა რა შეიძლება იყოს, იცი რომ ჯიბეში კონდეს. აკ. არა. გადავიდეთ სტუმარზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ქართველი ჟურნალისტი ვაშინგტონში, ანა ჩხიკვაძე. გამარჯობა. გამარჯობა. ანი უნდა მეთქვა? ანი უნდა გეთქვა. არა, ყველა ანას ის ანას მეძახის კვარშია. ხო, მართლა. როგორ ახარ ანი? რატო გეძახიან მტკვრიდან? ერთი 20 წელია ყველას ეშლება და ოღონ დოკუმენტებშიც, რაღაცა დიპლომებში და მე მიწევს ბიუროკრატიული. ეგეთი ის არის? ანი და ანუ პასპორტი თუ არა ანი რა. მოდი ვიწყო. სანამ ამაზე ვაშინგტონიდან დავიწყოთ. ვაშინგტონში ჟურნალისტი. იქ გვარი უფრო ეშლებათ ალბათ, ხო? ხო, გვარში არ გამიმართლა, მაგრამ მშობლებმა მოკლე პირველი სახელი დამარქვი. ჩხიკვაძე. რა, ჩხიკვაძე. ანუ როგორ უხსნი ხალხს იცი? აი, დაცემინებასავით წარმოთქვა. ჩხიკვაძე. ხო. ვაშინგტონში და საქართველოში არ იქნება ეგ. რა იმაში რა ქვია? რადიო თავისუფლება? ამერიკის ხმა. ეგეც ეშლება ხო? ანი ანა. ყველაფერი გადი და თავიდან შევა. ამერიკის ხმა. ერთი საჭირს რა ქვია? ეხლა ერთ პრობლემის ქვეშ არის მე მგონი ორივე, ხო? კი. ხო, ცოტა ბედია გაუკვირველი. სეკვესტრში მოყვა ორივე. მოყვა შემცირებაში ტრამპის ადმინისტრაციის. ხო და ყველგან შეამცირეს თუ აი პრაღაში არის მთავარი. ყველგან შეამცირეს და ჯერჯერობით არ ვიცით რა იქნება წინ. არა, მე აღარ მეხება. როდო? ნუ მე წამოვედი ამერიკის ხმით. თუ გამოგიშვეს. ნახე ფულს. გააჩნია როგორ ფული შეხედა. როგორც კი არ გადაუხადეს, ეგრევე წამოვიდა. ო არა, მე ორი კვირის ადრე ფულის გამო კი არ იყო იქ თუ ფულის გამო. ამდენი ხანი მუშაობ? ნასამბობ დემოკრატიას და თავისუფლებას ვარ ვცელებდი, 8-დან 4. ნახე. სანამ ეხა არ არის ჩემი რომელსაც ადრე წამოვიდა. და შეგეძლო ესე გეთქვა და მე რო წამოვედი, ტრამპმა გადახედა და ად გადაეხება. შემეძლო კი. რამდენი წელი მუშაობ? 8. ხო, და ხარ ძალიან კარგი სიტუაცია. და ეხა რა ქვეყნის ხმაში გადახვედი? გერმანიის ხმა, ესტონეთის ხმა. ნიგერიის ხმა. გამაკვირდი ამას. ხოსა кайფუა. მარებაში გაიწია მან თუ რა ჭირს. ანუ მართლა დააკერებინე თუ ამოახარგინე თუ ასეთი იყო. ესეთი იყო ალბათ ეხა მე დიდათ არ ვაკვირდები რაღაცებს ესეთ ნივთებს რო. წელი აწერია კიდე და რა. წელი აბა სადაც წელი. 1800 ჟურნალისტმა ჩაიგდო ხელში. 92. საწყი მაგრამ შეიძლება მეშლება. არა ეს გვირგვინია გოგო. როდის გაიგე? აი ესეთ სიცრუეს ასე კი. იმიტომ დაგხვდა. პირველად როდის გაიგე რომ ამერიკის ხმა არსებობს? აი ძალიან პატარა ვიყავი რომ გეუნები ოღონდ ეგრე კი არ გავიგე ამერიკის გოლას ამერიკი. გოლას ჩემიც ეგრე ეძახდა. ესე ეძახდნენ ყველა. ჩვენ მქონდა რაღაცა რადიო ხო და საბჭოთა. თან ის იყო რა. ოკეან 405. შეიძლება და მოსმენა. ხო. ხო, ახშობდნენ. ხო. აი ყოველ ღამე ჩართული ქონდა და ამ გოლას ამერიკის უსმენდა. რა ხალხი ჭერდა. მე გამოვთავდი, გაიღვიძება და ისევ ჩართავდა, მოკლედ. ანუ მამას გავხარ შენ ხა აბზორებზე რო გეძინება. კი, მაშინ აბზორი არ იყო და ეს უწყვეტი ეთერი ქონდა 24 უწყვეტი კი, ეთერი. რადიო იყო რა. სიკაც იყო და ჯაზი და რაღაც. და თან როგორ იყო, იცი რო უსმენ რაღაცა ჭამოვა შუილები, ჩაყლაპავს ამ არხს. მე დაძებნი. სხვა მე გადადიოდნენ მოკლედალოვან სხვა. უკავე. მე გავიგე იქ. აქ იყო თბილისთან მაგის ჩამხშობი სადგურის ბაშორის. ხო და მაგაზე ხარო ეს პენდუქიძის
კამპუსი რა იყო მე თუ რაღაც. ბევრ რამეს, აი ჯერ მაქედან იგებდი და მე რამდენიმე დღის მერე ხდებოდა რაღაცა დაიწვა მახსოვს. მერე ხდებოდა? თუ რაღაცა და მე ტელევიზორში ის მერე თქვეს. ტელევიზორში მე ამბობ. ხო და შენ მაგ დროიდან არა ხარ ხვდებით ახლა ხო. შენ ახალი ხარ? 6 წელი სულ ვაშინგტონში შევდი? 8. 10 წელი ვაშინგტონში ვარ, კი. ვაშინგტონი კითხა და რაღა 6-ე გამოვიდა. კი, 8 წელი ვაშინგტონში. როგორ მოხდი? როგორ მოხდი? ჩაწყობით, სხვანაირად როგორ. ანაჩხი კვაცით მივედი და მიიღეს. რა ვიცი, უბრალოდ სასწავლებლად წავედი და მე სამსახური დავიწყე. ვაკანსია გამოაცხადეს. შენ რადგან ქართველი ხარ, საქართველოს ნაწილი გებ თუ საქართველოს ქართული და ევრაზიის და საქართველოს რედაქცია, მაგრამ აღარ ვმუშაობ ამერიკის. არა, მაინტერესებს უბრალოდ. ქართული სანამ იქამდე მივალთ ახლა საქმე. ქართული სამსახურში რაღაც 10 კაცი. რაღაცა ისე იმეორებ, რომ ხელი დამიბანია. მე კი არა ტრამპს დაუბანია ხელი. შენ ხო მუშაობ, მოგვიყევი. ტრამპი ყავს ნანახი ცოცხალი. კი, ერთხელ. არ არის საკმარისი, რაღაც ისე თქვი. კინკალი გაგნაჭამი კი ერთხელ. ისა კიმბერლი ლოუ. კიმბერლო არა. აქ პროქშიდად არის კიმბერლო. ის კალი. ხო. რამდენი პრეზიდენტი ყავს ნანახი სხვადასხვა ქვეყნას? აი მე ხა. აქ 3 მაინც, 2. 2 მე 2 ზელენსკი და სალონი. ნუ რა ვქნა, ორთან სურათი მაგას. ერთხელ ვიყავი რაღაც მიღებაზე და ანუ მოკლედ ბაიდენი იდგა და 4 საათის განმავლობაში ხელს ართმევდა ყველას, ვინც ამ მიღებაზე იყო. ანუ იდგა ერთ ადგილზე და მე ეძახდა რომ ეს მოხუცებულიაო და რა ვიკაცი 4. ნუ ეგრე ვერ გაიგებდი. შენ ჩამოვართვი ხელი? ხო, კი. ეხლა რასაკეთებ? კაი, გადავიდეთ იმაზე. არ მოგწონს ეს წარსულზე. ეხლა არაფერს. საინტერესო ბიჭო. დაიცა ბიჭო მას. რამე ცხელ ადგილას, ცხელ წერტილში ხარ ნამყოფი? ახლა თბილისის გარდა მეტი ცხელი წერტილი რა გინდა? კიევში. ნაირო. უკრაინაში, ფრონტზე. მაშინ? ფრონტზე ნამყოფი ხარ წინა ხალხზე? პირველი ომის ხო. პირველი ომის დროს ეხლა არ ყოფილა რა. აი, დონბასის ეხლა რომ ბომბავენ, მან ყველგან ნამყოფ კონსტანტინოვკა, არტიომსკი, ნუ ბახმუტი. საშიში ხუარი. ეხლა კიევში ვარ. რა მაინტერესებს, ცი? აი, ეს ადგილას რომ მიდიხარ, ის რა არის? მოგამირო, შენი საქმე გააკეთო? ხო, ადრენალინიც არის. მაგის გარდა რა ვიეხა, ხარს უჭერთ უკრაინას ყველანი არა? არა, ეგ თავისთავად. არ ვიცი. იარაღი ჰქონდა? არა, ჟურნალისტებს არ შეიძლება. არ შეიძლება. ბრონიჟილეტი. არ შეიძლება. არ შეიძლება ალკოჰოლი. არ შეიძლება. კონდეთ ამოსაცნობი ნიშანი რომ ისა ხო, პრესა. ზოგადად რამ წვია რომ მოხდეს ამოიცნონ ვინ არის. რა მაინტერესებს? კი. ვაშინგტონი როდის წამოხვედი? ანუ ვაშინგტონში ცხოვრობ ჯერ ისე. მაგრამ სამსახური რატო გეუბნები, ცი დამტენი დარჩა? ჩვენ რო ვიყავით ვაშინგტონში. ვინმე ხო არ მოფრინა ჩვენ რო სიხიდან. ვიყავით ვაშინგტონში ხო არ შემოვიდა რედაქციაში. ეს რომ ვიღაც 4 გიჟი ეძებს. ანუ თქვენ ერთად მოგზაურობთ თან? ანუ Deep State კაპიტოლიუმის წინ. კომპაქტად. იპოვეთ Deep State-ი ვერა. ცურცლივი პოვეთ მაგრამ Deep State-ი ვერ. მაინტერესებს რომ მოსულიყო ეს. ვიღაცები Deep State-ს ეძებენ. ჩვენთან. ხო. ხო, ნუ ინდიაში. მგონი თქვენები ეს. თქვენები უნდა იყვნენ. ინდიაში ჩვენც ვიგულისხმებით ალბათ Deep State-ში და მოსულიყავით. და ხო აღარ ახარ. ნუ მაშინ შეიძლება ვიყავი, ხო. არა, მაგას მეტო ვიძახი რომ ანუ იქ აუცილებელია გრო თქვა. სამსახურის პირობაა. მაგიტომ იმეორებ ასე გამწარებული თორე ისე კი არაფერი რომ მათი სახელი დავსაუბრობ. გასაგებია. ეხლა რასაკეთებ? ეხლა ხელფასი მაქვს და არ ვმუშაობ. დროებით უმუშევარი ფოტოშორის ვაკანსია თუ გაქვთ მაგეთან. ხო. აი მე რომ მოვჩევი, გაგიწევ. შენ თუ ახლა გადასვლა გინდა სადმე? აი მაგ თანამდებობიდან ხელფასი რო გაგდაარჩა. შეგატყობინებ. არ შეგარცხვენ. ცუდი არ არის, ცუდი არ არის. ვერავინ ვერ დამიჭერს რომ მუშაობდე მაგრამ საყვედური რო გითხრა. აი ვარიანტია. დავაგვიანებ იმას გამოტანას. ხო, და არ არის ცუდი ისე. ნახე, როცა არ ვიძებ ხოლმე და მახსენდება რომ მე არ მაქვს სამსახური არ მაქვს. როცა არ ამბობ რომ არ მუშაობ, ხო არ ამოვანათოთ. რომ არ ლაპარაკობს იმათი სახელით.
ქვემოთ ხო? ბიჭო, რამ კაცი ინგლისურად. ისა ნუ პოლიცია. ხო კი აქვთ. ნუ იმიტომ რომ ჟურნალისტი ეს რამდენი წელი უნდა იძახო? იმიტომ რომ მე რო ეგრე გამოვიდე. მე ვარ მოსული როგორც ჩემი სახელი. არ გეგონოთ რომ სანამ კითხავენ იქამდე უნდა ისამციფრებთ. ამერიკის სახელი ციხეებზე ფიდია, მაგრამ ჩემი პირადი იმით. ამერიკის ხმის სადღეგრძელოს რომ ამბობდნენ შენ არა გაქვს არ რომ ვერ სამართლებელში წამოვგები, ვერა. ესე წაიღებს და გაუმარჯოს. ამერიკის ხმას ვინმე აგინებდეს გამოესარჩილო გაქვს ამის უფლება. ეგ არის ძალიან როგორც ანაჭი კანი. როგორც ანიჭი. არა. მე ხა ვესარჩილები. ამერიკა. ეხლა შეიძლება გაორება დაგემართოს პიროვნების. წართულია კი. ამ დათქმა უნდა გააკეთო ყველგან რომ მე აქ საკუთარ თავს წარმოვადგენ და არ წარმოვადგენ. თქვა სრულად ჩემი პოზიციები არ ასახავს ამერიკის მთავრობის, ამერიკის მედიის აგენტოს და ამერიკის ხმის პოზიციას. ანუ ეს ვალდებული ხარო. უცბად რო ასახოს. აი დაუშვათ აი თუ დაემთხვა მან ცუდა გახსაკვე და დამთხვა შემთხვევითია. შემთხვევითია ეგ დავიმახსოვრებ მაგას შემდეგ ჯერ რამის კავშირო დატის და დაგიშუქებია. აი ესეთი რომ რავი ანუ ტრამპის გასროლი ანუ რუესროლეს შარშან ზაფხულში. მე ამისგან გავიგე ივანიშვილის სანქციები დაადეს. წამეთ. აი ვიღაცები ისმენდნენ. მე. თურმე ამერიკის. ამისგან მოვისმინოთო გიორგი. თვითონ ვერ იტყვის ახლა ეს საკუთარ თავზე. რატო ამბობდა და არაცალე? მე დავწერე. კიდე რა იყო მაგის ძალიან რაღაც მოხდა ერთად ვიყოლე. მეორე დესროლეს. მაგრამ ქართველების ქართულად ხო ალბათ. იქ მოგასწრებდა ვიღაც. მithumes თუ არ იყავი, ის იყო ის და თვითონ ნუ რავი, ანუ მიშორი ამბავი იყო, იმიტომ რომ გადაწყდა მაგით. შაბათი იყო და მახსოვს ხო არ მუშაობდი ჩვენ ვამთავრ. შაბათ-კვირას არ მუშაობთ. ისე ხო თავს იკბო. აი ისე უმუშევრობაში ვიხდიან ხოლმე და შაბათ-კვირასაც არ მუშაობდი. ესეთ შემთხვევა გქონია რომ ადამიანი მოვიწვიეთ რაღაც სტატუსით და უმუშდა რომ გაიხნის გამოგდებულია ეგ. აი კითხვა რა შუაში ვარ ვერ მივხვდი ჯერ არ გქონდა მეკითხებოდი სანამ შემოვიდოდი რომ სახში მეკითხებოდი შვილოს არ შუაში ხარო რატო დაპატიჟეს რატო დავპატიჟეს იმის რეკომენდაციით ხავს მოყვა არულა პროდიუსერმა არ უნდა გადაამბოწმო. არ ვიცი. თავისუფლების ხმა იყო. შემოვიპარე. თავისუფლების ხმა და ის როგორ აგერია ერთმანეთშიო და თვითონ უმუშევარი მომგვიტყია. ანი როგორ შეგეჭა. დასე. მასენე იქ მუშაობდი. მე მოგიავდი რადიო ნავტომ კომპანიო. ჩვენ ნამდვილად შატო მოგიწვით. მართლა გავიგეთ რომ მუშევარი ყავს. რამე საჭმელები რო გაგატანო. რას გაიტანო რაღაც ფერი. მე ხარაგავდა ჩამოვედი გუშინ და რამე უკეთესია თუ ეხა უყურე. ყველასთვის ეს არის საჭმელი. შენთვის ეს არის ჰუმანიტარული. ნიკოლა გასულ ჰუმანიტარული. გაიხარდება სახში. ნახე აქა კარგი რაღაცები. ბევრი. შენ ცოტა ხნის დაკარგული გაქვს, ამიტომ ჯერ არ დაგვიწყებია რა არის. ეს ამდენი. ეს გემოგარდა. ანუ სექტემბრამდე შეინახება? კი, იმედია. სექტემბრამდე ერთი კი 3 თვე ნახე. როგორც ვიცი. და ამერიკაში რო წავიღო, შეიძლება? თუ საზღვარზე გამაჩერებენ კონტრაბანდა. ჩვენ გადავიტანეთ და ეს ყველი. ხო. ამიტომ ეს არის კარგი. აი რომ მეუბნები, ამას ჭამენ სენატის ქვია. მართლა? კაფეტერიაში. ესენი ახლა შეიტანო სანამ არ მუშაობ და პატარა ქვაბი და სენატში დაჯდე. რაღაცა ერთორ კაფიქს გააკეთე. შესაძლოა. ისა დოგვი გააყოლე. გააყოლე. Times Square-ზე ვიყავით გასულები. და ფული თვითონ არ გავიგეთებია როგორც. არა, ცუდი იდეა, სხვა თუ არაფერი. აი ეს ახლა თვითონ ტრამპი რო გამოჩნდება მიმხენურია მაკედონური ის. ბაბუამის. რაფია? აი დაგუგლო. ანუ 1/5 ბაბუის. აი შენ წაიღებ იქ გადაგიგზავნე თქო. შემიფუთეთ ხანა. ნიკორას წავიღე. ჩვენთან არ დაგეკარგე. თუ რამე, სექტემბერი, ოქტომბერი.
გაიტან თავს და მე მოხვალ კიდე რომ ისევ უმუშევარი და კი, ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. წარმატებებს გისურვებ სამსახურის პოვნას. რამე კარგი ქვეყნის ხმაში. ხო, ნახოთ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია, მომდევნო ბლოგზე გადავდივართ. ტრადიციული სოკარის რუბრიკაა და დღევანდელი ჩვენი სტუმარია ნინო კობალაძე. ჩვენ ტრადიციულად სოკარის რუბრიკაში ყავს ხოლმე უცნაური პროფესიების ადამიანები და რო წავიკითხე თქვენი რეგალიე ქიმიის მეცნიერებათა დოქტორით იწყება. ოპა, молодец. ნავთობპროდუქტების ექსპერტი. ისი? ნავთობპროდუქტების ექსპერტი. ეს ზეც რო ესაშვებიან და ოპა. აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკური შემფასებელი, ხო? სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის ლაბორატორიის უფროსი და ხარისხის მენეჯერი. თქვენ კაი ხელფასი გეკრება. არ მოჩები. ეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსში ჯამდება. დაახლოებით ეს. თუ ხლაპავს ყველაზე დიდი. ვა, ქიმიკოსი ხედავ რამ ხელაზე გაკაჭულა. მოგესალმებით, მიხეილ ზანიძე. ტექნიკური გპ ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯავახიშვილი. ჩვენ ერთ იმას ერთ კორპუსში ვსწავლობთ. ჩვენ სამი. ჩვენ დროს ის იყო ქიმიის და ფიზიკის კორპუსი. 2002 წელს დავამთავრე. მაგისტრატურა. დიახ. და მე დაიცავით სადოქტორო ხომ? 2006 წელს კი. სადოქტორო დისერტაცია. ქედიაში რა ლექსია გიტარდებოდათ? ესე აღარ მახსოვს ნამდვილად. ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ქედიაში მათ ანალიზი. ნახე გულოდ სწავლობდა, მაგრამ მაინც რამდენიც. არ გადროეს სწავლა. სხვათა შორის აი ახლა თქვენ რო ახსენეთ უცნაური პროფესიები, არასოდეს არ დავფიქრებულ ვარ იმაზე, რომ შეიძლება უცნაური ერქვას ჩემს პროფესიას. დღევანდელ საქართველოში უცნაურია რა ქიმიკოსები ბევრი არ არის ხა ქიმიკოსები. მაგრამ ხო თან ნავთობპროდუქტების ექსპერტი ქალი. ნავთობპროდუქტების ექსპერტიში ეგ რა არის მართლა? ეს რა არის და შემდგომ 2007 წელს, სადღაც 18 წელი ვიმუშავე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოში ექსპერტად და შესაბამისად კვალიფიკაცია მოვიდა აქედან, ნავთობპროდუქტების ექსპერტის და უცნაურობას რაც შეეხება, ეხლა დავფიქრდი და მივხვდი რომ მართლა უცნაურია, იმიტომ რომ ქალს ზოგადად რაღაცა სუნამო, სურნელი, დიორი, შანელი და ჩვენ ნაუთი და ცეცხლი და ჯანდაბა. მე მაგალითად ნანო დიზელი, ნანო რეგულარი, ნანო პრემიუმი, ნანო სუპერი. ეს ნანო დიზელი. კი ბატონო, კი, ნამდვილად. და ისა ბუნებრივი გაზის თქვენთან შემოდის. ჩემს ლაბორატორიაში არ შემოდის, ამაზე ძალიან სახალისო ისტორია ის სურნელებაზე გამახსენდა. რაც თავი მახსოვს, მას მერე დედა ვარ, სამი შვილის დედა ვარ, 17 წლიდან მოკლედ და ამდენ ტიტულს ხომ უჭირდებოდა დამსახურება და შესაბამისად მუდმივად ამსწავლობდი ან ბავშვები მიყრილები. დაახლოებით კუშაში ბებია და პაპა ზრუნავდნენ მათ აღზრდაზე და სადღაც 4 წლის იქნებოდა ჩემი პატარა ნიკოლოზი. როდესაც აგარაკზე ბებია ბაბუასთან, როდესაც ისვენებდა, შეამჩნიეს ბავშვს საოცარი მიდრეკილება ტრაქტორების მიმართ. დაასწრებდა ამ ტრაქტორებს და რო კითხეს, რატო მოგწონსო, რატო შეგიყვარდა ტრაქტორი? დედიკოს უნიასთისა. ანუ ბავშვ დედიკოს გული მომიყვდა ეხლა. ანუ ბავშვ ამათ კვირამდე მანამ ნახავდა დიზელს ტრაქტორის. დაძევდა. მამა შეიმუშაობდა ცოტა ხანი თელაში ტრანსფორმატორების ცეხში და გაუსყდა ტრანსფორმატორი და ის ხო ზეთით ტრანსფორმატორის ზეთი კი და გადაევალო მამა ჩემს. მე ცივი იყო. ცივი. ცივს არ აუშვებს. და სახში რომ მოვიდა, ნუ აი დაბანას აზრი არ ქონდა. ზიპინებდა. ერთი კვირა იბანდა, სულ იბანდა. და ის სუნი დღემდე მახსოვს. ესე იგი დაზეთილი იყო თითქოს. აუ ძალიან კი. და შეწუხებდა. ლოგიზებდა, ცოტა კაპს გადასრიალდებოდა. ხარდებოდა. სახსრები არ შეაწუხებდა, აი. ჭრაჭუნი არ იქნებოდა კი. ქიმიაში რაზე დაიცავით თემა რა იყო? თემა იყო ნანოკრისტალური მასალების მიღება, ლუტეციუმის სილიკატების, ორთო და მონოსილიკატების მიღება და გამოყენება ნავთობქიმიურ პროცესებში. ვერ გავიდი, მაგრამ ჩვენ უფრო მაგარი თემა მოვიგონეთ, ნანოქიმიკატების მიღება, მოჭრა და ჩაბაძება.
მიღება და გაყიდვა. რა შედის თქვენი ლაბორატორიის ფუნქციაში? ამ ბოლო დროს. ჩვენი ლაბორატორია როგორც ზოგადად როგორც მოგვიხსენებათ, SOCAR Georgia Petroleum წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობ იმპორტიორს, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 2009 წლიდან ჩვენს კომპანიას აქვს ეს ლაბორატორია, რომელიც 2013 წლიდან არის უკვე აკრედიტებული. მაგრამ აკრედიტებული მთავარი აქ ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ხარისხის კონტროლისთვის, იმისთვის რომ მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქცია, აუცილებელია ლაბორატორიული კონტროლი. ამიტომ ლაბორატორია 2013 წლიდან არის აკრედიტებული, პლუს აუცილებლად უნდა იყოს აკრედიტებული ლაბორატორია, რომ იყოს სანდო და აღიარებული მისი შედეგები. ჩვენი ლაბორატორია აკრედიტებულია ISO სტანდარტით 1795-ით, რომელიც რომელიც გულისხმობს ესე იგი ზოგადად 1167 მეგონა. 9001-იც გვაქვს ISO თვითონ კომპანიას, დიახ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ლაბორატორიის ეს თუ აღარ დაგჭირდება თმე მოხდა. არა, მჭირდება ნამდვილად ხარისხის კონტროლისთვის. საკამობეს ჩამოვგზნებ. და იქ ნავთიც გავიღო. ხარისხის მართვის სისტემები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. 91-202 თუ რაღაცა. 9001 ISO. 9000. დიახ. ანუ ჯერ ნოლები და მე ეს. დიახ, 900 და ბოლოში. მაგრამ საკამობეს ხოს. მე მაქვს ესეთი შეკითხვა. ისმენთ. ჩემი ბავშვობიდან არის ესეთი მითი პერიოდულად გამოხდება, რომ საქართველოში ნავთობი ხო არის და რატო არ მოვიპოვებთ. მე ამბობენ არ არის, მე ამბობენ ძნელად ამოსაღებია, მე ამბობენ როგორ კაცო ის ხო, მაგრამ იქ ხო არის და იქ არ არის და მაგ მხრივ თუ ხართ საქმის რა თქმა უნდა. ვზივართ ნავთობზე თუ არა? საინტერესო კითხვა ნამდვილად. საქართველოში არის ნავთობი, სხვადასხვა საბადოებია, მაგრამ არ არის იყიდება სოფარის ბენზი გასამართსათქურს. ხო, ნუ არ არის იმ რაოდენობით და არ არის იმ ხარისხის, რომ შესაბამისად რაოდენობაც არ არის ისეთი, რომელიც რენტაბელური იქნება მოპოვებისთვის და გადამუშავებისთვის. თორე ისე არის. ამიტომ არის ნინოც ლაბორატორია ხო თქვენ ახართ და ყალბიცნობა რო დადოთ რო кай ხარ. ავსებს არ ვიძლევით არც შემთხვევაში. არა, ვიღაცას მივყიდოთ რა, ბოტსვანას. ანუ შეიძლება დადგეს დრო რომ იმდენად გაძვირდეს რომ ყიდდეს ამოღება? ამას ვერ გეტყვით, ზოგადად მოპოვება ხდება, არის საწარმოები, რომლებიც მოიპოვებს, მაგრამ მცირე რაოდენობით არის და შესაბამისად საქართველოს ბაზარზე ეს ხო არ ღირს და არც ხდება. ჩვენთან ძირითადად მეზობელთან შედარებით რომელიც ამას მოიპოვა. და გაზი იმ რაოდენობით. გაზიც შესაბამისად ზოგადად გაზი ნავთობის თანხლები პროდუქტია და შესაბამისად ტორფი არაფერი არ გვეშველება ჩვენ ბუნებრივი წიაღისეულიდან რატომ ჩვენ მინერალური წყალი ხო გვაქვს წყალი ხო გარდა წყლებისა მანგანუმი გვაქვს სხვადასხვა საბადოები გვაქვს ნავთობის მიმართულებით ნაკლებად დავიკვეხნით მანგანუმი არ ვთქვათ რა დაიხურა იქ მაღალუები და პრობლემატურია ეგ საკითხი და მანგანუმი ხო დარჩა და მაღალუები ხო მაგრამ ისე ძვირიღის მოპოვება რომ დახურეს საბადო გაჭირდება მუშაობდი იმაში კახეთში მუშაობდი ნავთობ კომპანიაში რომელიც აკეთებდა აგეგმვას და ეძებდნენ ნავთობს და ვერაფერი ვერ ვიპოვეთ და დაიხურა კოლეგა პროფილ ხართ ბიოლოგი ვარ პროფესიით ხვრიტავდით თუ იმ ვაზით არა სერიოზული მიდიოდა მოკლედ ტელევიზია ჩვენთან ნავთობპროდუქტების იმპორტი ხდება, ну, ზერთად бенზინი შემოდის ევროპული ხარისხის, ეს რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი. დიზელი საწვავი შემოდის აზერბაიჯანიდან. კომპანიასაც ჩვენ წარმოვადგენთ. ნავთი მაინტერესებს. ნავთზე ჩვენ არ მუშაობთ, მხოლოდ бенზინი და დიზელი. აბა ნავთი საიდან შემოდის? და სად არის რომ ვის ჭირდება ნავთი? აზერბაიჯანში შემოდის კომპანიას შემოდის. კი, ნავთი, ევროპული ნავთი შემოდის. ანუ ცეცხლიდან ნავთიო თქვენი კომპანია ვერ დაიწყებება ხურეში. იმაში კეროსინკაში. ბენიაშემი სუხმარობდა. და მე სხვანაირად გამოიყენება კიდე. კი, როგორ არა? ლამპა. ისა, ტილი საწინააღმდეგო. და კიდე იმაში გლანდები თუ გთქი. დენტი უნდა მოისმა. არა, ნავთი ძალიან საჭიროა. ნავთს სხვათა შორის სვავდნენ კიდეც. ხო, ეგ აღულებას და იმას. სიმსივნეების დროს
სვავდნენ. მე თავზე ბევრი მაგრამ წამის. ხშირად შემდგომ კი, პანაშვიძე წინების მედიოდნენ ხოლმე ასე. და 3 საათი მიჩერებდნენ და მე ის გეწובה მე თავი მძვრებოდა. აბა რა ნავთობსაც ხოსვა. ილი კი არა ყველა ტვინსაც ნავთობს სხვათა სახასიათებდა სამკურნალო თვისებები და ძველი ჩვენი წინაპრები და ომების დროს ჭრილობებს იხორცებდნენ აი ამ ნავთობით. იმანაც ხო დალია შევარნაძემ დალია. ანუ მილი რო გახსნა. ჩვენთან რაც მოიპოვება ის ნავთობი შეიძლება საწვავად არ ვერ გამარა სამკურნალო. ნავთობის აღაზანებისთვის რეალში გაიყიდება პატარა ფლაკონებში. ალბათ ჩვენიერი ნავთობი გვაქვს. რაღაცა ესე რო პოზიციონირება შეგვიძლია. რაღაცა უნარები არა გაქვს მაგალითად გზაზე რო არის დაღურილი. რაღაცა ხო ფერად იმას იღებს. რაღაც წყალზე როა და ლუმინესცირებს. ხო. აი ეგ შეიძლება გამოიცნოთ რა მარკის ბენზინია. ეს შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია დავადგინოთ კვალი. რა მარკის თუ არა რომელი კომპანიის არის თქვენია. ამასაც ვერ დავადგინე. ეს უფრო ღრმა კვლევას მოითხოვს, მაგრამ დადგინდა შესაძლებელია საერთოდ რომელი საწვავია, რა პროდუქტია. ამას კიდევ უფრო ღრმა კვლევები სჭირდება, რასაც ქრომატოგრაფიული კვლევა. ეხლა რა მაინტერესებს? მეც მაგ 2008-იანი Toyota 4Runner-ი რა ჯობია რომ ჩავასხმა. ზოგადად 4-დან 0 ძრავით. ამერიკულია. ამერიკული. ზოგადად რაც უწერია მანქანას. სად უწერია? აი უწერია კარსო არა, მან დისაწერია. არა, ჩასასხმელს რო გააღები. პასპორტში უწერია შეგიძლიათ შენსაც მოიძიოთ ეწერება მანქანას unlimited აწერია, regular. ამიტომ ზოგადად ხალხს გონია რომ თქვათ სუპერი რადგან სუპერია, სუპერი რო ჩაასხას უფრო კარგია, ესე არ არის. რაც მანქანას უწერია და განსაზღვრულია რა საწვავზე ფერას უნდა მირჩევს იმუშაოს. თქო რა უწერია. რაც უწერია ეს ბედის წერა იგულისხმება. რომელ საწვავზე მუშაობს ბენზინზე? რაც უწერია იმას ფერაც. ბენზინზე. პრემიუმი თუ რეგულარი? ალბათ პრემიუმი. ხო, ამიტომ რაც უწერია მარკა, ეს მარკას განსაზღვრავს ოქტანური რიცხვი, ანუ დეტონაცია, მედეგობა. შესაბამისად, ნანო პრემიუმს გირჩევდით ჩვენი სოფარის. მედი მაგის ყოველ ჯერზე გამოწმებთ დაწყებული შემოსვლიდან, ტანკერებიდან. საკაიფო ფაზაკების ბარათი მაქვს. ერთი წამი რა მაინტერესებს. ეს რო შემოგაქვთ ნავთობი, პრემიუმი შემოგაქვთ და ნანოს აკუმატებს თუ თავიდან ვენა. არა, მაგას გეტყვით. ანუ საზღვარზე ამატებენ ზოგადად საწვავი შემოდის ბენზინი, დიზელი, რეგულარი მარკების მიხედვით, ну დიზელი ერთ სახეობაა, დიზელია, მაგრამ შემდგომ ჩვენთან ბაზაზე ემატება ნანო დანამატი. რა დანამატი? ვაკ ნანო ის არის და ნანოს ცეხი ხო იცი სად არის? ნანო დანამატი გახლავთ ესეთი კომპანია გერმანული BASF, რომელიც აწარმოებს კასეტებს უშვებია კაცო. კასეტებს რა? აწარმოებს ქიმიურ, დიახ. ნავთობქიმიკატებს აწარმოებს, უდიდესი წარმოება აქვს და ნანო დანამატი ახდენს, უფრთხილდება ძრავს, გაწევას აძლიერებს და უფრთხილდება ეკოლოგიას, იმიტომ რომ გამონებულქვი აირების რაოდენობას ამცირებს, მარტო ნანო რო ჩავასხამ ოქსიდებს. სუბთან ნანო. მარტო ნანოს არ გირჩევთ, სუბთან. კარა. ეს არ არის საწვავი, ეს არის კონკრეტული დანამატი, რომელიც მცირე რაოდენობით ემატება საწვავს. რა მაინტერესებს? ბენზინსაც და დიზელს. რა მაინტერესებს? თქვენ ვეიმარტებში რო ის არის ჰოტდოგები, მათაც რო ცოტა ნანო დავა. რო დატოს გამომნაბო. ნანო ჰოტდოგი რა. მინიმალურად ამბობს გამებასაც გააღვიძო. აი, ჯერჯერობით არ გვიცდია და არ გონია რომ რეკომენდაცია გაუწიოთ ამ საკითხს. შედიოდა. მაკეთ მიმყავდა. ხორაგზაგან. თქვენ თუ გსურთ დატესტოთ, თქვენთვის შეგვიძლია, მაგრამ არ გირჩევთ. რომელიმე ფილიალი გააგზავნეთ იქ ნანო და მივა. გადასული როგორი ფოტოგრაფია. ხდება ნანო გემოვნები. მარილი. დოგი კეჩუპი და ნანო. მაზუთით თქვენ გეხება? ხო ის მაგარი. მაზუთი არ მაზუთი და ისა ტოლე კიდე რო. ტორპი. ჩემ ბავშვ გაზეთში იყო პლაჟზე მაზუთი. სულ მაზუთის ლაქები იყო. ხო, არასწორად გიდა ჩადიოდა. ყველგან იყო. არა, იყო. ამაზეც გეტყვით რატომ იყო? აბა და სად გაქრა ზოგადად უფრო ეგ მაინტერესებს. გეტყვით სად გაქრა? ზოგადად პორტებში შემოდიოდა ხო, ბათუმისში, ნავთობ ტერმინალში, ფოთში. პორტში ვანა. ძირითადად არა, პორტში ქობულეთშიც. შემოდიოდა
შემოდიოდა ნავთობპროდუქტები, მათ შორის მაზუთიც და რამოდენიმე წელია, ალბათ 10 წელია, რაც აიკრძალა ზღვაში ნავთობპროდუქტების ნარჩენების რეალურ წყლებს ვეძახით ამას ჩვენ, რაც გემის ტრიუმფში გროვდება ნავთობპროდუქტებთან ერთად, ნარეცხები, რაც რეზერვუარებიდან ხდება გამორეცხვა, ეს მიდიოდა ზღვაში და შემდგომ, რა თქმა უნდა, ის ნაპირზეც ხდებოდა. ძალიან გამკაცრდა ეს კატეგორიულად 1 გრამიც რომ მოხდეს ზღვაში, ეს არის უდიდესი ჯარიმები და გარემო ზედამხედველობის სამსახური ამას აქტიურად უყურებს და მეთვალყურეობს. სად მიდის და ეს ნარჩენები რეალური წყლების ვულკანში არსებობს კომპანიები, რომლებიც ამ ნარჩენებს აგროვებს, შემდგომ გადაამუშავებს ან უტილიზაციაზე უშვებს. ამიტომ ზღვა ალბათ შეატყვეთ ბოლო რამდენიმე წელია რომ გაიწმინდა და გასულდა. მეც დავსრულებ მაზუთით ზღვაში. მეც დავსრულებ მარტო. და თან ბიჭო ვერაფრით ვეღარ იშორებდი, ისეთი მაზუთი იყო რაღაცნაირი რა. სპეციალური. ხარისხიანი. არაფერი არ აშორებდა, არც მაზუთი ესეთია საერთოდ მძიმედ მოსაშორებელი მძიმე პროდუქტია. მაინც რო იცით საქმე. ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ. სტუმრობისთვის და გაგვარკვიეთ ამ ამბებში. ამით სოკარის რუბრიკა დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ნაწილზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. სელფის რუბრიკა. დღეს გვაქვს პრემიერა ამ რუბრიკის. პირველად ვაკეთებთ ამ რუბრიკას, ხო? ამ რუბრიკას ესეთი ფორმით. ხო, ეს ხო, სელფის რუბრიკის ამ კონკრეტულ ნაწილს, სადაც უნდა სელფის სლოგანი ყველამ ვიცით. აბა რა არის? ვილაპარაკოთ. ამას რო არ ჩახედო, შენ მაინც მაგის მეც არაფერს არ აკეთებ. სპეციალურად. ვილაპარაკოთ და მოდი ვილაპარაკოთ ტელეფონიდან. კი ბატონო. გიორგი დარეკავს ახლა და დავილაპარაკებთ. გიორგი ვისთან რეკავ? ახლობელთანო და რა ვიცი, ჩემდასთან დავრეკავ. მაგას ახლობელი არ ყავს. ტუპის სალია. სადა? ხო. გავიგებთ ეხლა რომ დავრეკავ, რა ვიცი მე სად არის. არა, ხო შეიძლება ქაიში წესი. ბარსელონაშია. მაგრამ უწერია. და ობა როგორ უნდა მეწერო? და ვიცი, შვილი როგორ გიწერია? შვილი? შვილი. დედა მამა. ბიძები? ჩემ ტელეფონში დედა და მამა მოწესრიგებული. ორი და რო ყავდეს რას იზამთი. ხო და ბიძები მაგიტო უკითხე. ორი რომ ყავდეს და 1 და 2. სხვანაირ გადაწყვეტას მოვიფიქრე. თვითმფრინავის რეჟიმიდან არ ირეკე. გაგიკვირდება და რა არცადება რა დაირეკა. ხო რაღაცა. მოხარა კარგი ხარ. ბევრი რამე ამომიგდო ეს გამორთეჩა. აი, მოდი. ერთი განებე თავი არის. მაშინ ხმასა უწია. სპიკერი. კაი ხმამაღალი ტელეფონი ქონია. იქ გადააკეთებინა. ბატონო. გამარჯობა, თამარი მინდოდა? გამარჯობა, თამარი არა, თამუნა, ბარ. სხვაგან მოვხდი, ბოდის. როგორ ახარ? შენი ტელეფონი. როგორ ახარ? თამუნა როგორ ახარ? თამუნა ხმამაღლაზე ყავხარ ჩართული არ გალანძღო. ხერებერა ხარ. გამარჯობა, თამუნა, გოგო. გამარჯობა, ირაკლი, როგორ ახარ? კარგად. რა შვები, სად ხარ? ქუთაისში? კი, ამჟამად ქუთაისში ვარ. ამინდი როგორი გაქვთ? ამინდი გვაქვს, ესე იგი, ამოვალაგე გაფხულის ტრანსპორტირება, მაგრამ ჯერ ვერ ვიყენებ. თამუნა რა შვება ჩამომთრეველი. თამუნა გააკეთა ტურისტული ჩამომთრეველი. Facebook ვერზე, მაგრამ ჯერჯერობით ვარ იმის ახსნაში, რომ ეს არის მატერიალური და ხალხს გონია, რომ უხადაობ. და ვულტკიცებ, რომ ავღადაობ და რაღაც ისეთი სახელი გაქვს შერჩეული, რომ დიდი ხანი დაგჭირდება მაგის მტკიცე. მე რომ მუშაობ. თქვენ სად გეგმავთ? დაცვა შემიძლია დაგიგეგმოთ. სხვათა შორის შეგეხმიანები. აუცილებლად. რაღაცა იდეები მაქვს. უკეთესად ვინ დაგიგეგმოთ ირაკლი. იმედია ისა. გაითვალისწინებ, რომ შენი ძმის მეჯვარე ვარ და
ძმისშვილის ნათლია და ნათლია. მისაღები ფასები იქნება. ეკონომიკურად ეხლა ვერავარ ითლა. ხო და თან ეხა რამდენიმე დღეა სესხი ავიღე და თქვენი ხმა მეცნით ძალიან ცუდად. იმიტომ რომ შენ ძმას უჭირავს დებილურად ტელეფონი. აფარებს მიკროფონს აი ამას. გასწორები. არასწორებს. აჰა, აი ხა გაასწორა. აი ხა მეცნით. ანუ ეს ამდენი ხანი რო გელაპარაკებოდი არ გესმოდა? არა, რაღაცები მეცნობდა. ირაკლი როგორც უფრო ახლოს არის ტელეფონთან და ირაკლი. მე გიორგისთან ყველაზე ახლოს ვარ. ვიცი. შესაშური მეგობრობა გაქვს თვალი არ გეცეს. თუ. დახტება თბილისში, დედაქალაქში, კარგახანი არ ყოფილა. ლაივებზე ან პატიჟებს. არა გვაქვს როგორ დაგპატიჟე. თბილისში არ ჩამოვიდა. წელს არ გვექნება. თამუნა. ნიუ-იორკში რო კონდათ ვერ დაპატიჟეთ, ხო? 5 და 6 ივლისს პირადად მე გეპატიჟები. აუ, მაგ დროს მივიდივარ პორტუგალიაში. აჰა. აი, მაშინ შენ დაგყვატი. მაშინ შენ წამიყვანე ეს სამი ჩაატარებ. წამიყვანე, ხო რაღაცა წამომეცმა ხმა, ხო? არა, ამათგან შენ სასარგებლოს ვერ გაიგებ. ძირითადად თუ გამოგძალავენ რამე. მაგიტო დამარეკინე შენ. რისი გამოძალვა უნდა, აბა რა უნდა? ნებისმიერი წვრილმანის რაღაც. იქ წამიყვანე იქ ესა ეს. კამფეტი რო გამოგრჩეთ ეს პრობლემა. ტელეფონის დატენვაც რო გამორჩა. ანუ შუალედური შედეგები რო გვითხრა მაგიმის ჩაუნთრეველის, კმაყოფილი ხარ თუ ის არის შეცდომები იყო და არა, შეცდომები არ არის. წეული თუ რაში? ჯერ იცით როგორ არის, ეხლა მე ვიფხრობ 1-4 ქვეყანა უნდა ვნახო, შვეიცარია, პორტუგალია და შემდეგ ამ ქვეყნებშიც დავგეგმავ საინტერესო ტურებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ინფორმაციები მაქვს სანამ წავალ და თუ მართლა გამოგივიდა მე კაცები ლაივის უცხოურ ქალაქებში ჩატარებაზეც აუ ხო, რა მაგარი იქნება, სპონსორი ვიქნები. და მე ტიტრებში დაწერეთ, მადლობა. ისდები ტიტრებში რომ წერეთ. მე მგონი დაქცია. კარგად თამუნა, მადლობა. 5 წლის და გიორგის არ გაახსენდა და მშობლები მოიკითხეთ ჩემგან. არა, მე ვუთხარი კარგად ვარ ყველა თქო, გუჩას არ გაგიგონი. 5 წლის რო გახდება შენი კომპანია ვნახოთ, თუ კაი დღეში იქნები შეგეხმიან. აი დღეში რატომ დავიღო თუ დღეში? რა ვიცი, იქნებ ტურიზმი გაჩერდეს. ახლა ტურიზმი გაჩერდება. არ გაჩერდება არა, მე ვარ ოპტიმისტი. შენ რატო იცი ამ რაღაცეები და ჩამიშხამე ახლა. მოდი ჩვენ გავიდეთ. რა ვიცი, ხომ გააგრძელო ეს. კოვიდის დროს ხო გაჩერდა და რა. მე ჩამოიყვან დაავადებულებს, რა პრობლემაა? 3 წელიწადში ერთხელ, ასე რომ ხომ არა რაღაცა კომენტარო დაგვეცა. და ისა ვულკანის ამოფრქვევის დროსაც რო გაჩერდა. აი ამ საუბრის ფონზე თავდება ჩვენი გადაცემა, გემოვიდებით ერთი კვირით ნახვამდის.